პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მითითებით იცვლება სასამართლოდან ინფორმაციის გაცემის წესი. მაგალითად, ჟურნალისტები ვეღარ შეძლებენ ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას. ინიციატივის ავტორები ამას საჯარო ინფორმაციის გაცემის ახალ სტანდარტებს უწოდებენ. არასამთავრობოებს კი არ ესმით, რას ემსახურება ეს ცვლილებები და სასამართლოს კანონის ნორმებსაც ახსენებენ. Անդეოსპიოს ნიშნავენ ნასამართლეების სუბიექტის რეალიზაცია, თაღლითი, უბედური და რაზეც მე საჯარო ინფორმაციას დებდით ეტაპობრივად, ამას ვეღარ გავაკეთე. შესაძლოა საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებების გაცემაზე უარი თქვას ამის შესახებ. ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს სასამართლოს თავმჯდომარემ მიაწოდა. გადაწყვეტილების მიზეზად, როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, მამუკა ახვლედიანმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მითითება დაასახელა. არასამთავრობოების ნაწილში ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივი აქვს. პერსონალურ დაცვის ინსპექტორის მხრიდან, როგორც ჩანს, მათ შეითავსეს კიდევ ერთი ფუნქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო ინფორმაცია კონკრეტული თანამდებობის პირების წარსული საქმიანობის და ნასამართლეობის შესახებ არ იყოს ცნობილი. გადაწყვეტილებაზე დღეს განმარტება საქალაქო სასამართლოს არ გაუკეთებია ვებგვერდზე შეხვედრის შესახებ, მცირე ინფორმაცია დაიდო, საიდანაც ირკვევა, რომ სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ახალი სტანდარტების შემუშავებაზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია. სასამართლოს თავმჯდომარემ და მენეჯერმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები. რაც გულისხმობს სამომავლოდ რეკომენდაციების შემუშავება საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით. საფრთხე არის ძალიან დიდი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში არ ესმით, რატომ არ უნდა გაიცეს ინფორმაცია საქმეზე, რომლის განხილვაც ღიაა და გადაწყვეტილებაც საჯაროდ ცხადდება. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სასამართლოს ინფორმაციის შეზღუდვის უფლება კანონით არ აქვს. საერთაშორისო სტანდარტებით ესეთი ინფორმაცია არის ღია ნებისმიერ ქვეყანაში, რაც საჯაროდ არის უკვე დაფიქსირებული, ის პერსონალურ ინფორმაციად ჩემზეც ვერ იქნება მიჩნეული. არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვა მას შემდეგ მოთხოვეს, რაც საჯარო სამსახურში ნასამართლევი პირების მუშაობის ფაქტები გამოაშკარავდა. ახალი რეგულაციით შეუძლებელი იქნება კონკრეტული პირების ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის დადასტურება, რაც მათი თქმით ხელისუფლების ინტერესებში. გელაჩევიაშვილი საქალაქო სამსახურის უფროსი და ის არის თაღლითობის მუხლით ნასამართლევი და ეს საზოგადოებას გავაგებინეთ, ასევე იყო თაწმინდის რაიონში ვინმე სანაძე, რომელიც იარაღის უკანონტარებისთვის იყო ნასამართლევი. უამრავი ასეთი кейსი არსებობს, სწორედ ამიტომ გადაწყვეტეს თავიდან ბოლომდე დახურონ ეს სისტემა. საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით იცედაც პირადი ინფორმაციის დაფარვის შემდეგ გასცემდა. ახალ რეგულაციაზე სასაუბროთ არასამთავრობოები მსჯელობას მომავალ კვირაში გეგმავენ. იქამდე კი მოთხოვნაზე უარის შემთხვევაში გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებენ.